გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ყოველდღე ვაგრძელებთ After Effects ლექციებს. დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლექცია, იმიტომ რომ გავიგებთ, რას აკეთებს აი ეს რაღაცეები. მარცხენა ზედა კუთხეში რომ არის. ეს არის ეგრეთ წოდებული ერთგვარი ხელსაწყოები, რასაც ვიყენებთ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად. პირველი არის ჩვეულებრივი მაუსის ნიშანი, რომელიც ზუსტად იგივე იდეას ატარებს, რასაც მაუსის ეს რაღაცა. ამას რო ავირჩევთ, სხვადასხვა რამეების არჩევა შეგვიძლია მერე, მაგრამ კონკრეტულად ეკრანზე ნახეთ რა მოხდება. ამით შეგვიძლია კადრი, ანუ ჩვენი კლიპი კადრიდან გავიტანოთ. აი ესე. ტენა ლექციიდან ალბათ გვახსოვს, რომ აი ეს შავი რაღაც არის ეკრანი, ჩვენი ვიდეოსი. და ამ შავ ყუთში რაც იქნება, ის გამოჩნდება მე და ეკრანზე რომ მოვრჩებით ყველაფერს. შესაბამისად, აი ამას, ეგრეთ წოდებულ selection tools შეუძლია რომ უშუალოდ პირდაპირ უხეში განმარტებით არის დაჭერა და ჩაკიდება და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ესე შეგვიძლია ამოძრავთ კადრიდან გავიტანოთ და ასე შემდეგ. მეორე რაღაცა, რასაც ხელი ახატია, ეს არის ეგრეთ წოდებული hand tool-ი. ეს არის დაახლოებით იგივე, ოღონდ უფრო არაუხეში, უფრო რბილი, უფრო ნაზი იდეის მატარებელი ხელსაწყო. ამით შეგვიძლია მთლიანად ყველაფერი ვატაროთ აქ. ნახეთ, ანუ ეკრანიდან არაფერი არ გადის მოკლედ ამ შემთხვევაში. განსხვავება ის არის, რომ როდესაც ეკრანის რაღაც კონკრეტულ ნაწილში გვინდა ხოლმე მუშაობა და მიზუმული გვაქვს გიჟივით, ამას ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ მე ეკრანიდან გავა ხო კადრი. შესაბამისად hand tool-ი გვექნება არჩეული, hand tool და ამ hand tool-ით ესე ვამოძრავთ. მაგალითად ყურზე გვინდა რომ ვიმუშაოთ, ისოს ყურზე. რაღაც გრაფიკა დავადოთ, ან ტექსტი დავაწეროთ, ან ასე შემდეგ. და გვინდა რა, რომ ესე ცოტა გავწიოთ, რა პრობლემა არის? აი გვინდა და всё რა. შესაბამისად ეს hand tool-ი გვეხმარება ამაში. თუ სიტყვაზე ძალიან მიზუმეთ და ძალიან გამოზუმეთ და ვაიმე რა ხდება, პანიკაში არ ჩავარდეთ, აი მარცხენა ქვედა კუთხეში აგერ შეგვიძლია fits დავაჭიროთ და პირდაპირ როგორც იყო ისე გაიჩნდება ეგრევე. შემდეგი არის მიზუმვის თული, რომელიც არ ვიცი რატო არის, იმიტომ რომ კი ვიცი რატომაც არის, მაგრამ არა პრაქტიკულია რა რაღაც პონჩი. ამას რო დააჭერთ, მე შეგიძლია ნებისმიერ კუთხეში მიზუმოთ. მაგალითად, თვალზე გვინდა მიზუმვა, რა პრობლემაა? მივიზუმოთ. ან სანთელზე გვინდა რომ მივიზუმოთ. არჩეული გვაქვს, მოვიტანთ სანთელთან ესე მივიზუმოთ, რავი, სადამდეც გვინდა არა. სადამდეც პროგრამა მოგცემს საშუალებას. ნახეთ, თემა ის არის, რომ აქედანაც შეგვიძლია მივიზუმო რა, აი ესე. ეხა გამზუმე. აქედან შეგვიძლია მივიზუმოთ 100% ესა ისა, მაგრამ განსხვავება აი აქედან მიზუმოსა და აქედან მიზუმოს შორის ის არის, რომ ნახეთ, აი შუაში არის რაღაც ნიშანი. ეს ნიშანი არის ეგრეთ წოდებული მასათა ცენტრი. მე მგონი anchor point თუ რაღაც ქვია, მოკლედ არ ვიცი მაგალითად ინგლისურად. მაგრამ ეს მასათა ცენტრი რას ნიშნავს, იცით? ანუ ამის ირგვლივ ხდება რაღაცეები რა, მაგალითად მიზუმვა ხდება მაგ კონკრეტულ წერტილიდან ეკრანზე. თუ მივზუმავთ 100%-ით, ზუსტად აი მანდ მიიზუმება აი აქ. შესაბამისად, ეგ განსხვავება, ეგ ერთადერთი განსხვავება არის, რომ ამით შეგვიძლია სადაც გვინდა იქ მივზუმოთ, ხოლო აქედან მიზუმით მიიზუმება უშუალოდ ცენტრში რა. მაგრამ ყველაზე გადაობა იცით რა არის? ანუ ეს რატო არის თქო საჭირო წეღან რო თქვი. უბრალოდ მაუსზე როგორც ზუმავთ და დამზუმოთ, რაღაც რგული რო აქვს მაუს შუაში. მაგითაც შეგიძლია რომ უბრალოდ მიცი მოძიო და всё, აღარ უნდა ბევრი ტანჯვა რა. ნუ ცენტრში ზუმავს, მაგრამ მაინც მიზუმაო hand tool-ს აირჩევ და გამოწევ რა პრობლემა არის, უფრო მარტივი და უფრო სწრაფი არის. შემდეგი ეს სამი რაღაცა არ ვიცი რა არის და არის დაგხვირდება ალბათ არასოდეს. ნუ ვისწავლი შემდეგზე და მე დავამუღამოთ ეგ rotation tool-ი სიტყვა გვეუბნება თვითონ რომ შეგვიძლია გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ ფისო და ესე ვატრიალოთ ის რა არის ვაფშე. მაგრამ ეგ გადატრიალება, გადმოტრიალება ასევე აქედანაც შეგვიძლია აი კუთხეში რომ მოგიდო ხელი. ოი არ შეგვიძლია ბოდიში. მოკლედ ეს იყო rotation tool-ი, ანუ გადმოტრიალება, გადატრიალების ხელსაწყო. შემდეგი არის თუ გვინდა რომ სხვადასხვა ფორმები გამოვიტანოთ ეკრანზე. ამრიგად აქვს ორი დანიშნულება. თუ მონიშნული გვაქვს ჩვენი ვიდეო ყვებით და ამას დავაჭირეთ, პირდაპირ ხდება რაღაც ნაწილის მოჭრა ჩვენი ვიდეოდან. მაგრამ თუ სასწაული მოხდა და ჩვენი ვიდეო არ გვაქვს მონიშნული, მაშინ ავითი უბრალოდ რაღაც ფორმას გამოვიტანთ რა და მე ამ ფორმას რასაც გვინდა იმას უზავთ. სხვადასხვა ფორმის გამოტანა შეიძლება ვარსკვლავი მაგალითად და ასე შემდეგ. და ნელ-ნელა რაღაცებს გავუკეთებთ ანიმაციას და ადებესა ისა და მაგარი ტიპი გაიჩნდები და გამოჩნდები. შესაბამისად ორი ვარიანტი არის, როცა აი ამ ოთხკუთხედ რაღაცასთან, ნუ ეხლა ვარსკვლავი გვაქვს არჩეული, მაგრამ თუ ოთხკუთხედს ავირჩევთ, ორი ვარიანტი შეგვიძლია. პირველი, როცა არჩეული გვაქვს, მოკლედ და ხდება კონკრეტულად რაღაც ნაწილის მოჭრა ვიდეოდან და მეორე, როცა არჩეული არ გვაქვს, ხდება რაღაც ფიგურის გამოტანა. easy mode-ია რა. შემდეგი არის, არ ვიცი ეს რა არის? ხო ვიცი. შემდეგი არის ეგრეთ წოდებული pen tool-ი, რომელიც დახმარებითაც შეგვიძლია ავირჩიოთ, მოვნიშნოთ ასე ვთქვათ ობიექტი რა.
რომელიც გვინდა რომ ეკრანიდან გავაკროთ, ან რამე უქნა და ასე შემდეგ. აი მარტივად რომ გავიგოთ აი ესეთი თემა არის. დავიწყეთ აქედან, მაგალითად სანთელი გვინდა რომ გამოუკვეთოთ, ან ამოუჭრათ, ან რავი, დავადნოთ. ავირჩიოთ ამ სანთელს. ესე ძალიან უხეშად ამ ეტაპზე ძალიან უხეშად მოვნიშნავთ, რა მაგარი რაღაც არის და საბოლოო ჯამში ესე შევაერთებთ რა. და ჩვენ სანთელი მოიხოდა. მეორე ვარიანტში, თუ მაგალითად საერთოდ არ გვაქვს ჩვენი ის არჩეული, ეხლა არ გქონდა არჩეული. და თუ ავარჩევთ და იგივე რაღაცას ვიჩარიჩევთ, წეღან ხო უბრალოდ გალურჯდა. ეხლა სხვა ყველაფერი გაქრება და სანთელი დარჩება. რა განსხვავება? ზუსტად იგივე იდეას ატარებს, რაც აი მაგის წინამორბედი, რომ თუ არჩეული გვაქვს ჩვენი ეს ვიდეო, ანუ ლეიერი, თუ რაც ქვია მოკლედ, მაშინ სხვა ნიშნულობას ატარებს ეს ფენთული. თუ არ გვაქვს არჩეული, ვაფშე სხვა ნიშნულობას ატარებს. ანუ ერთის მხრივ ჭრის ვიდეოდან კონკრეტულ რაღაცას, თუ არჩეული არის, თუ არჩეული არ არის, მაშინ გამოაქვს ახალი რაღაცა. აი, შემდეგი არის ტექსტი და აქაც ორნაირად შეგვიძლია რომ ვიჩალიჩოთ. ნახეთ რა თემაა, პროსტა თუ დააჭერ, უბრალოდ აირჩევს როგორც ტექსტ, მაგრამ თუ დააჭერ ცოტა ხანი არ აუშვებ, ორ ვარიანტს გაძლევს. ერთი არის რომ ჰორიზონტალურად შეგიძლია დაწერო, მეორე არის რომ ვერტიკალურად. მაგალითად დავირჩიოთ ჰორიზონტალური წერა, ძალიან პატარა არის ხარჩეული არ ვიცი რატო და რაღაცებს დაწერა რა, არ აქვს მნიშვნელობა რას. შემდეგ ეს ტექსტი რაც არის, მარჯვნივ ჩამოიშალა რაღაც სასწაული უაზრობები და მარჯვნიდან შეგიძლია ამ ტექსტს შეუცვალო სხვადასხვა ოპშენები მოკლედ. პარამეტრები შეგვიძლია რომ გავადიდოთ, ფერი შევუცვალოთ, პოზიცია შევუცვალოთ და ასე შემდეგ. ეს შემდეგზე უფრო ღრმად განვიხილოთ. ტექსტის მერე მოდის ბრაშ თული და ეს ორი რაღაც მოკლედ ესენი ჯერ არ გვჭირდება და ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი საგულისხმო უშუალოდ ვიდეოში არის ეგრეთ წოდებული როტო ბრაშ. რაც ნიშნავს ეს? ეს არის დაახლოებით იგივე თემა, რაც ფენთულით გავაკეთეთ, ანუ რომ მოვნიშნეთ ჩვენი სანთელი და სანთელი რო გაიჩნდა უცებ თავისით რო მოინიშნა. როტო ბრაშიც დაახლოებით იგივე თემა არის, ოღონდ პროგრამა გეხმარება ობიექტების არჩევაში. ორჯერ დააჭერთ ამას რომ გადავიდეს აი აგერ ლეიერზე, სადაც უშუალოდ დავუმუშავებთ ამ რაღაცას. აი მაგალითად ხელით რო არ ვიწვავოთ ფენთულით, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ როტო ბრაში, რომელიც თავისით აირჩევს მე ობიექტს, აუ შემთხვევით დავაჭერე, მაგრამ მონიშნა მაინც ყურის არჩევა მინდოდა ისედაც. მაგალითად კატის ყურის არჩევა ესე შემოვხაზავთ, ეწვეთ თავიდან ვიზოთ რა პრობლემაა. მაგალითად აი ესე დავხატავთ ყურის გასწვრივ და თავისით აირჩევს ყურს. რაში გვჭირდება ეს რაღაცა? უსაქმურები ვართ? არ ვართ უსაქმურები. მომავალში გავიგებთ რაში დაგჭირდება ეს და სხვა შორის ძალიან ბევრ დროს ზოგავს. მოკლედ რო შევეჯამოთ უცებ, ეს არის გადავიდეთ ჩვენს composition-ში და აქედან project-ში, სადაც გვაქვს ყველაფერი. აი ნახეთ ყური დარჩა მარტო. როგორ შეიძლება? უნდა წავშალოთ ახლა ეს layer-ში გადავიდეთ და ავშალოთ ეს როტო ბრაშ თული. ჯერ არ გვჭირდება ამ ეტაპზე. მოკლედ უცებ შევეჯამოთ, რაზე ვიფასრეთ დღეს. ეს რომელთაც შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთო, ხელი, რომელთაც შეიძლება მთლიანი კადრი ამოძრაო, zoom-ი რომელთაც შეგიძლია კონვერტულ წერტილში მიზუმო, აურასალო ჭირეჩ. Rotation, რომელთაც შეგიძლია დააროთეითო ეს, ეგრეთ წოდებული rectangle tool, რომელთაც შეგიძლია ან კონკრეტული მონაკვეთი აერჩიო ვიდეოსი, თუ ვიდეო გაქვს მონიშნული, მონიშნულში იგულისხმება რომ დაჭერილი გაქვს ამ ვიდეოზე, ხოლო თუ დაჭერილი არ გაქვს და არ არის მონიშნული, კონკრეტულ რაღაც ობიექტს გამოყობს. ოთხკუთხედი ვარსკვლავი, რა ვიცი. ასე ვისწავლეთ ფენთული, რომლის მიხედვითაც შეგიძლია აირჩიო კონკრეტული ობიექტი, გამოყო და ეგრეთ წოდებული მასკინგი გააკეთო. ესე იმიტომ მოხდა რომ არჩეული არ გვაქვს ჩვენი ვიდეო, ავშალოთ მასკინგი ქვევით. თუ არჩეული გვაქვს, მაშინ ობიექტს გამოხოტავთ. ვისწავლეთ ტექსტი, რომლის დაჭერის მერე შეგვიძლია უშუალოდ კადრზე რაღაცები დავწეროთ. ეს სამი რაღაც გამოვტოვეთ და ვისწავლეთ როტო ბრაში, რომელიც ავტომატურად ირჩევს რაღაც ობიექტებს. აბა